ჰეილიმ ედვარდის ისტორიის შესწავლის შემდეგ გააცნობიერა, რომ მიუხედავად იმ ტრაგიკული ბედისა, რომლის მატარებელიც იყო, მას სულში მაინც შემორჩენილი ჰქონდა სიყვარულის უნარი, რომელიც მისმა ტრაგიკულმა და ფათერაკებით აღსავსე ცხოვრებამ ვერა და ვერ დაუქვეითა. სწორედ სიყვარული იყო ის, რაც ედვარდს ანიჭებდა უნარს ყოფილიყო სამართლიანი და სიმართლისთვის მებრძოლი. გააცნობიერა, რომ სწორედ ედვარდ შეეძლო გამხდარიყო მეფე, რომელიც ხალხისათვის ყველაზე დიდ სიყვარულს გასცემდა. ჰეილიმ საბჭოს დანარჩენ წევრებს დეტალურად უამბო ყველა ის ქმედება, რომელიც ედვარდის პიროვნებას წარმოაჩენდა. საბჭოს წევრები დარწმუნდნენ, რა ედვარდის კეთილშობილებასა და სიყვარულის ფლობის უნარში გადაწყვიტეს იმ გზას გაჰყოლოდნენ, რომელიც წარსულის გავლის შედეგად თავად ჰეილიმ გაიარა და მოეძებნათ ედვარდის ადგილსამყოფელი, იქ სადაც მომავალი უფლისწული თავის საყვარელ ქალთან ერთად ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც ედვარდმა უფლისწული ალბუსის კლანჭებს გლორია გამოსტაცა, ისინი სასახლისგან შორს დაბანაკდნენ, რადგან უფლისწულ ალბუსს საკუთარი მმართველობის ჟამს კვლავ არ მოეძებნა მისი ვამპირი დედა და არ ეძალა მასზე. სამეფო სასახლის მადევრებმა ბევრი მთა გადაიარეს და საბოლოოდ მართლაც მიადგნენ იმ ადგილს, რომელიც დროში მოგზაური ჰეილის მითითებით ედვარდისა და ვამპირი გლორიას თავშესაფარი იყო. სამეფო გვარდიამ ედვარდის სამეფო სასახლეში მიაბრძანა, სადაც სამეფო საბჭოს წევრებსა და ჰეილის შეხვდა. სამეფო საბჭოს წევრებმა ედვარდი მიიღეს და ესაუბრებოდნენ დიდი მორიდებით, რადგან მათთვის ედვარდი მეფის ცისფერი სისხლის მატარებელი იყო, რომელიც სამეფოს ყველა მსახურისგან მხოლოდ რიცსა და პატივისცემას იმსახურებდა. გლეხის ბიჭად აღზრდილი ედვარდისთვის კი საბჭოს დიდგვაროვნების ფორმალობა და მოწიწებით საუბარი ნამდვილად უცხო იყო, რადგან უფლისწული მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე გლეხებთან ერთად იზრდებოდა და თავს მწყემსობით ირჩენდა. სამეფო საბჭოს წევრებმა ედვარდს გააცნეს საკუთარი თავი, მათ მოუყვეს ისტორია სამეფო საბჭოს მმართველობის შესახებ, რომლის მართვაშიც საბჭოს წევრები გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ. საბჭოს წევრებმა ედვარდს უამბეს მათი სამეფო ისტორიის დრამატული ნაწილის შესახებ. მათ ედვარდს მოუყვეს ამბავი მეფე ფედერიკის ტრაგიკულ ბედზე. სამეფო საბჭომ სამეფოს ტრაგიკული ისტორიის მოყოლის შემდეგ ედვარდს შესჩივლა საკუთარი წუხილის შესახებ, რომელიც გამომდინარეობდა იმ სამეფოს უმეფოდ დარჩენისგან. ამიტომ საბჭოს წევრებმა სთხოვეს მეფე ფედერიკის ერთადერთ სისხლის ხაზის გამგრძელებელს ედვარდს, რომ გამოეჩინა მოწყალება და აეღო მმართველობა იმ სამეფოზე, რომელსაც საბჭო ემსახურებოდა. ედვარდის სასახლეში ტრაგიკულად განვითარებული სამეფო ისტორიის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა თუ როგორ და რა გზებით იპოვნეს საბჭოს წევრებმა გლეხის ცხოვრებით მცხოვრები ედვარდი. სწორედ მაშინ წარუდგინა მას საკუთარი თავი პირველად საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრმა დროში მოგზაურმა ჰეილიმ, რომელმაც მომავალ უფლისწულს უამბო საკუთარი უნიკალური დროში მოგზაურობის უნარის შესახებ. ჰეილიმ ედვარდს გამოუტყდა, რომ მან წარსულში მოგზაურობის მეშვეობით სამეფოს აუბედით ბილიკებში მოგზაურობის ჟამს აღმოაჩინა ედვარდის ცხოვრება და მისი აღმოჩენის შემდგომ საფუძვლიანად შეისწავლა მის წარსულში განვლილი ცხოვრების ბილიკები. ედვარდის ღირსეულ უნარს კი ჰეილის აზრით სწორედ მისი უზადო და უანგარო სიყვარული წარმოადგენდა, რომელიც ჰეილიმ ედვარდის სულში აღმოაჩინა. ჰეილი საბჭოს სხვა წევრებთან ერთად ემუდარებოდა ედვარდს, რომ მიეღო პატივი და გამხდარიყო მათი სამეფოს უფლისწული. ედვარდმა საბჭოს წევრებს მოусმინა. მან მადლობა გადაუხადა იმ პატივისთვის, რასაც სამეფო საბჭო ედვარდს სთავაზობდა. მაგრამ ედვარდმა საბჭოს წევრებს უთხრა, რომ მათ მიერ
მოწოდებული უფლისწულობის შემოთავაზებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ მის სამეფო სასახლეში მცხოვრები უბრალო ხალხი მისცემდა ედვარდს ამის უფლებას. ამიტომ ედვარდმა სამეფო საბჭოს მოსთხოვა ქალაქის მთავარ მოედანზე შეეკრიბათ ხალხი და მოეხმოთ საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლისათვის, რომელთათვისაც ედვარდს სურდა თვალებში ჩახედვა და შემდეგ მათი თვალებიდან ამოკითხვა, რამდენად სურდა მის ხალხს ედვარდის მეფედ აღიარება. სამეფო სასახლის ბრძანებით სამეფო ქვეშევრდომებმა დედაქალაქის მთავარ მოედანზე სამეფო ტრიბუნა გამოფინეს და აურაცხელი რაოდენობის ხალხი შეკრიბეს. მიტინგს ესწრებოდა სამეფოში მცხოვრები ყველა ფენის წარმომადგენელი, დიდგვაროვნები, აზნაურები და გლეხები. მათ აღმართულ სცენაზე კი გამოემართა ახოვანი ყმაწვილი, რომელიც ვიზუალურად ძალიან გავდა არა მომავალ მეფეს, არამედ უბრალო გლეხს, რადგან ედვარდს ხალხთან შეხვედრის დროს ემოსა ის ტანისამოსი, რომელსაც ატარებდა თავისი ჩვეული ცხოვრების პერიოდში. ედვარდის სცენაზე ავიდა და ხალხს უბრალო სიტყვებით მიმართა. ახალგაზრდა ჭაბუკმა საკუთარი უბოროტო და გულწრფელი თვალებით გაუსწორა თვალი მშვიდობიან მოსახლეობას და ხალხს უამბო საკუთარი წარმომავლობის შესახებ. ედვარდმა უთხრა მოსახლეობას, რომ ის იყოს სწორედ ის ყრმა, რომლის დაბადებითა და ამ სამყაროში მოვლენის გამო მის ბაბუას მეფე ფედერიკს მათთვის ხალხისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია. მან უამბო მოსახლეობას, რომ იგი იყო ყრმა, რომელსაც ყველაზე კარგად შეეძლო გაეგო მისი მოსახლეობისთვის, რადგან ის იყო არა სამეფო სასახლის კედლებში ფუფუნებაში აღზრდილი, არამედ იყო გლეხების გარემოცვაში და მწყემსების მიერ აღზრდილი ბიჭი, რომელმაც მთელი საკუთარი განვლილი ცხოვრების მანძილზე იმსახურა სიკეთის სასარგებლოდ და ბოროტების წინააღმდეგ. ახლა კი ჰქონდა მიზანი გამხდარიყო ყველა მის წინ შეკრებილი ხალხის მსახური და მათ სასარგებლოდ მებრძოლი მეომარი. ამიტომ ედვარდმა მიმართა მშვიდობიან მოსახლეობას და სთხოვა ნებართვა იმის შესახებ, რომ მიეცათ უფლება საკუთარი სამარცხვინო წარმომავლობის მიუხედავად გამხდარიყო მათი მმართველი და ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ცხოვრებაში მთავარი არ არის ის თუ ვინ ხარ, რომელ სხეულში ჩასახული ადამიანი ხარ, ან ვინ არიან შენი მშობლები, არამედ მთავარია თუ როგორ იცხოვრებ და რამდენად სწორად წარმართავ იმ ცხოვრებას, რომელიც შენგან დამოუკიდებლად მოგენიჭა. ედვარდს სურდა ხალხისთვის დაემტკიცებინა, რომ მას შეეძლო გამხდარიყო მაგალითი თუ როგორ შეიძლებოდა უღირს გარემოში მოვლენილ ყრმას, რომელიც არასწორი ადამიანების კავშირის ნაყოფი იყო, ეცხოვრა ღირსეულად. ხალხი ედვარდის სიტყვის მიმართვის შემდეგ დადუმდა. მათ მიხვდნენ, რომ მის წინ მდგარი სამეფო სასახლის წარმომადგენელი სხვა არც ერთ მმართველს არ გავდა, რადგან იგი ყველა სხვა უფლისწულისაგან გამოირჩეოდა გულწრფელობითა და უბრალოებით. მეფის ტრიბუნის გარშემო შეკრებილმა ბრბომ გაანალიზა, რომ ბრმად ქვები არ უნდა ესროლოთ ადამიანს, რომელიც იძულებული იყო დაბადებიდან უპირობოდ მიეღო საკუთარი ხვედრი. ედვარდის თვალებში დანახული გულწრფელობის შემდეგ ხალხი ხვდებოდა, რომ ბიჭისთვის საკუთარი მშობლების საქციელის გამო პასუხი არ უნდა მოეთხოვათ, არამედ ედვარდს პასუხი უნდა ეგო იმისთვის, რასაც საკუთარი ცხოვრების მანძილზე თავად ჩაიდენდა. ამიტომ ტრიბუნის გარშემო 10,000-ობით შეკრებილმა ბრბომ, მდიდარმა თუ ღარიბმა, გლეხმა თუ დიდგვაროვანმა, ერთხმად ყველამ დაუჭირა მხარი ედვარდის გამეფებას. ეს იყო სამეფოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც უბრალო მოსახლეობა წყვეტდა იმას, თუ ვინ უნდა გამხდარიყო მეფე. ხალხის ოვაციების ფონზე სამეფო საბჭოს წევრებმა ედვარდს ოფიციალურად უფლისწულის წოდება გადასცა და მეფობის სტატუსის მისაღებად მოამზადეს.
სასახლეში აწუყვე უფლისწული სტატუსით დაბრუნებულმა ედვარდმა საკუთარი სამეფოს მმართველობისათვის პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ედვარდმა სასახლეში საყვარელი ქალი გლორია მიიწვია და სამეფო საბჭოს წარუდგინა, როგორც მისი მომავალი ცოლი. უფლისწულმა საბჭოს სთხოვა ნებართვა, რომ მეფის გვირგვინის მისაღებად მიეცათ უფლება დაქორწინებულიყო არა იმ ქალზე, რომელსაც საბჭო თავად შეურჩევდა, არამედ იმ ქალზე, რომელიც უფლისწულ ედვარდს უყვარდა. ედვარდმა სამეფო საბჭოს წევრებს უთხრა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და საყვარელ ქალთან სიახლოვეს ყოფნა იყო. ამიტომ თუ სამეფო სტატუსი მას უფლებას ჩამოართმევდა, ცოლად შეერთო ის ქალი, რომელიც ედვარდს უყვარდა, უსიყვარულოდ დარჩენილი ედვარდი საკუთარ თავში ვერ იპოვნიდა ძალას, რომლითაც იგი იმ ხალხისთვის სიყვარულის გაზიარებას შეძლებდა, რომელთა მეფეც უნდა გამხდარიყო. სამეფო საბჭოს წევრებისთვის დაქვრივებული ვამპირის მეფესთან შეუღლება მორალურ დილემას წარმოადგენდა. მაგრამ რადგანაც ედვარდს საკუთარმა მოსახლეობამ მისი სამარცხვინო წარმომავლობის ამბავი აპატია და ის მათ უფლისწულად შერაცხა, საბჭოს წევრებმა თავისუფლებმა ვერ მისცეს ხალხის მიერ არჩეული მომავალი მეფის სურვილისათვის წინააღმდეგობა გაეწიათ. ამიტომ საბჭომ ბრბოსგან აიღო მაგალითი და გლორიას აპატია ის წარსული, რომელიც ვამპირ ქალს მისგან დამოუკიდებლად ხვდა წილად. შესაბამისად, გლორიასა და ედვარდის სიყვარული სამეფო საბჭომ აკურთხა როგორც მომავალი მეფე დედოფლის ჭეშმარიტი გრძნობა. ამგვარად მეფის მსახურებმა მომავალ მეფესა და დედოფალს მარადიული ერთგულება უსურვეს, იქამდე სანამ მათ კავშირს სიკვდილი არ დააშორებდა. გლორიასთვის კი იმ სამეფო სასახლეში დედოფლის სტატუსის ცხოვრება, სადაც წინამორბედი უფლისწული მისგან გაშვილებული შვილი ალბუსი იყო, დიდ ტკივილთან ასოცირდებოდა. ვამპირი ქალი ყოველდღე უყურებდა იმ კედლებს, სადაც ალბუსი ცხოვრობდა და ყოველ ღამე იძინებდა იმ უფლისწულის ოთახში, სადაც ჯადოქარმა ნორმამ მის ვაჟს ყელი გამოჭრა. ეს იყო გლორიასთვის, როგორც დედისთვის, უდიდესი ტკივილის მომგვრელი. ვამპირ გლორიას კარგად ესმოდა, რომ ის სიყვარულიც, რომელიც მას და ედვარდს ერთმანეთთან აკავშირებდა, ოდესღაც მისთვის ისევე ტრაგიკულად დასრულდებოდა, როგორც მისი და მისი პირველი ქმრის სიყვარულის ისტორია. სამეფო საბჭოსთვის კი მათი მომავალი მეფის ვამპირთან შეუღლება ტრაგიკულ ამბავს სწორედ იმ მოტივით წარმოადგენდა, რომ გლორია ედვარდისთვის ბიოლოგიური გზით მემკვიდრის ჩუქებას ვერასდროს შეძლებდა. ამიტომ საბჭოს წევრებმა მომავალ უფლისწულს მოსთხოვეს, რომ მოეძებნა ისეთი ასული, რომელიც მომავალი მეფისთვის და დედოფლისთვის შვილს გააჩენდა და სამეფო სასახლეს შესწირავდა, როგორც მეფის მომავალ მემკვიდრეს. ედვარდმა მყისვე დაგმო სამეფო მმართველობის ბილწი შემოთავაზება და განაცხადა, რომ იგი მის საყვარელ გლორიას არავისთან არ უღალატებდა. მომავალმა უფლისწულმა საბჭოს წევრებს აღუთქვა პირობა, რომ იგი აუცილებლად მოძებნიდა სხვა გზას, რომლითაც შეძლებდა სამეფოსთვის მემკვიდრის ჩუქებას. ედვარდმა სამეფო სასახლეში მიიწვია ქალი, რომელიც იყო იმ ბავშვის დედა, რომლის მამაც დაბადებიდან უფლისწულის სტატუსს ფლობდა, თუმცა არ ეღირსა მეფის წოდება. ეს ქალი კი მარტა იყო, უფლისწული ალბუსის საყვარელი ქალი, რომელსაც ალბუსისგან ვაჟი შემორჩენოდა. ედვარდი იცნობდა მარტას ბავშვობიდან, როდესაც გლეხი მარტა მასთან ერთად მსახურთა ქალაქში იზრდებოდა, იქამდე სანამ უფლისწული ალბუსის მსახური გახდებოდა. ედვარდმა იცოდა თუ როგორი კეთილი გულისმატარებელი იყო მარტა. უფლისწულმა სამეფო საბჭოს მარტას კალთაში მყოფი ბავშვის სახით ამცნო ვინაობა იმ მემკვიდრისა, რომელიც მეფე ედვარდის სამეფო მართვას განაგრძობდა. ეს კი მეფე ფედერიკის ნაშვილები უფლისწულის, ალბუსისა და მისი მსახური ქალის მარტას სიყვარულის ნაყოფი მეთიუ იყო, რომელიც უფლისწული ედვარდის გადაწყვეტილებით გახდებოდა მისი და გლორიას შვილობილი.
უფლისწული ედვარდის ამ გადაწყვეტილებამ საბჭოს წევრები აღაშფოთა. საბჭოს წევრმა ჰეილიმ ედვარდს უამბო მისი წინამორბედი უფლისწულის ალბუსის მზაკრული ნამოქმედარის შესახებ. ამცნო უფლისწულს, რომ ალბუსი იყო ის, რომელმაც სამეფო ტახტის დროზე ადრე მისაკუთრების მოტივით მეფე ფედერიკი მოკლა. შესაბამისად, სამეფო საბჭოს წევრებისთვის მიუღებელი იყო ედვარდს სამეფო მემკვიდრის კანდიდატად მეფის მკვლელის შვილი წარედგინა. ედვარდმა კი ჰეილისგან ამ კონტრარგუმენტის მოსმენის შემდეგ ქალს ის ციტატა მოუყვანა, რომლითაც თავად ინცესტის ნაყოფმა ედვარდმა თავი იმართლა ტრიბუნაზე მყოფი ხალხის მიმართვის დროს. შვილი მშობლის საქციელზე არ არის პასუხისმგებელი. იგი პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რასაც თავად ჩაიდენს. ამგვარად ედვარდმა უფლისწული ალბუსისა და მარტას შვილი საკუთარ შვილობილად აღიარა და სამეფო საბჭოს შეახსენა, რომ მეფე ფედერიკის მკვლელის შვილისთვის მეთიუსთვის ისევე უნდა ეპატიებინათ ბიოლოგიური მამამისის მიერ ჩადენილი მზაკრული ნამოქმედარი, როგორც თავად ედვარდმა აპატია მეფე ფედერიკს საკუთარი მზაკრული ბრძანება, როდესაც მეფე ფედერიკმა პატარა ედვარდისა და მისი დების მოკვლის ბრძანება გასცა. ედვარდის ამ დამაჯერებელი არგუმენტის შემდეგ სამეფო საბჭოს არანაირი არჩევანი არ ჰქონდა გარდა მოწყალების გაღებისა და უფლისწული ედვარდის გადაწყვეტილებებისთვის ბრმად დაჯერებისა. მარტამ ედვარდსა და გლორიას ვაჟიშვილი მეთიუ აღსაზრდელად მიაბარა. ქალს სჯეროდა, რომ მეთიუს მომავლისთვის ეს საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდებოდა. ედვარდმა მეთიუს შვილად აყვანის შემდეგ მარტას როგორც სასახლის საპატიო მსახურს სასახლეში დაბანაკების უფლება მისცა და ნება დართო მომავალი პატარა უფლისწულის აღზრდაში მონაწილეობის მიღებისა. თითქოს სასახლეში ჰარმონიამ დაისადგურა. უფლისწული ედვარდის მმართველობის პირობებში სამეფო მართლაც რომ გარდასხვაფერდა. გლეხების გარემოცვაში აღზრდილმა ედვარდმა სასახლის დიდგვაროვნებს საკუთარი ჩადენილი საქციელითა და საკუთარი გადადგმული ნაბიჯებით ბევრი ისეთი თვისება ასწავლა, რომელიც ამ პარტავანი დიდგვაროვნების სულში მანამდე არ სუფევდა. მან ყველას დაანახა, რომ ადამიანებს უნდა შეძლებოდათ პატიება, მიტევება და არასდროს უნდა ეკრათ ხელი არც ერთი ადამიანისთვის, მხოლოდ იმის გამო, რაც ადამიანების არჩევანის დამოუკიდებლად ხდებოდა. ედვარდმა მთელი თავისი უფლისწულობის პერიოდის ჟამს სამეფოს დაანახა ბევრნაირი სახის სიყვარული, მათ შორის იმ ქალის სიყვარული, რომლის ღვიძლმა დამაც დედა და დები მოუკლა. ედვარდმა მთელი თავისი უფლისწულობის პერიოდში ღარიბი გლეხებისათვის დიდძალი ქველმოქმედება გაიღო და საკუთარ სამეფოში დაამარცხა შიმშილით სიკვდილი. სწორედ მისი ამგვარად გადადგმული ნაბიჯების შემდეგ სამეფო სასახლემ გადაწყვიტა, რომ უფლისწულისთვის ღირსეული მეფის გვირგვინი დაედგა და ის მის საყვარელ ქალთან და მათ საერთო შვილობილთან ერთად სამეფო ტახტისკენ მიეცილებინა. მაგრამ სადაც არსებობდა უამრავი სიკეთე, იქ ყოველთვის ჩნდებოდა სიკეთის ნაკლებობა, რათა ცხოვრებას ბალანსი დაეჭირა სიკეთისა და ბოროტების არსებობის შესანარჩუნებლად. ამ ბოროტებას კი, რომელიც უფლისწული ედვარდის ლამაზი ოჯახის წინააღმდეგ იმართებოდა, სათავეში ჯადოქარი ნორმა და მისი დედა კლეოპატრა ედგნენ. მას შემდეგ, რაც სამეფომ ლეგიტიმურად აღიარა უფლისწული ედვარდი, ნორმამ გადაწყვიტა საკუთარი ჩვეული ტრიუკებისათვის მიემართა და თავისი უნიკალური ჰიბრიდული უნარი ალბუსის შემდეგ სწორედ ედვარდის წინააღმდეგ გამოეყენებინა. მახინჯმა ჯადოქარმა ნორმამ დედის რჩევით კვლავ გადაწყვიტა ახალი უფლისწულის ძველის მსგავსად მოეკლა და შემდგომ საკუთარი მახინჯის სახე იმ უფლისწულის სხეულში შემოსვლით შეენიღბა, რომელიც მალე სამეფო ტიტულის მფლობელი გახდებოდა. ნორმასთვის სამეფო სასახლეში უჩუმრად შეპარვა და მძინარე ედვარდის მოკვლა უმარტივესი იყო,
მას სასახლეში ვირთხასავით შესაყარად მხოლოდ დარაჯის სახის მორგება სჭირდებოდა, რომელსაც ნორმა რამდენიმე წამში მხოლოდ მისი სამიზნისთვის თვალებში ჩახედვით და მაგიური სიტყვების მყისიერად წარმოთქმით ახერხებდა. სახეცვლილმა ბოროტმა ჯადოქარმა სამეფო კედლებში ღამით შეღწევის შემდეგ გეზი უფლისწულის ოთახისაკენ აიყო, სადაც ედვარდი დამღლელი თხის შემდეგ მძინარე ეგულებოდა. ნორმა შეიპარა ედვარდისა და გლორიას ოთახში, მიუახლოვდა იმ სასთუმას, სადაც უფლისწულს თავის საყვარელ ქალთან ჩახუტებულს ეძინა და განიზრახა ედვარდის მოკლა. მაგრამ როდესაც ის მძინარე უფლისწულის სიახლოვეს მივიდა, შეიგრძნო მისი სურნელი და დაინახა თუ როგორ ეყროდა ვაჟის ღონიერი მკლავები მის გვერდით მწოლიარე ქალის სხეულს, ნორმამ მახვილი ქვემოთ დაუშვა. ეს იყო შემთხვევა, როდესაც დიდებისა და სამეფო ტახტისთვის მებრძოლ მახინჯ ჯადოქარს დიდების სურვილზე მეტად ქალურმა სურვილმა ძლია. მან პირველად გააცნობიერა, რომ იგი ჯერ იყო ქალი და მერე სხვა ყველაფერი დანარჩენი. პირველად ნორმას ცხოვრებაში ქალურმა ლტოლვამ დიდების ლტოლვაზე მეტად ძლია და სამეფო ტახტზე ასვლის სურვილზე მეტად გაუჩნდა სურვილი იმ მამაკაცის გვერდით მწოლიარე ყოფილიყო, ვის გვერდითაც ახლა სხვა ქალი იწვა. სწორედ მაშინ მიხვდა ნორმა, რომ მის ხელში არსებული მახვილი არა ედვარდის კისრის გამოსაჭრელად, არამედ მისი საყვარელი ქალის მოსაკლავად და შემდეგ მის სხეულში დასაბატონებლად უნდა გამოეყენებინა. ნორმა იმდენად დააბრმავა ედვარდის ვნების სურვილმა, რომ მძინარე უფლისწულს მიუახლოვდა და ჯერ კიდევ სამეფო დარაჯის სხეულში შემოსილმა გადაწყვიტა ყველასგან უჩუმრად ედვარდისთვის ტუჩებში ეკოცნა. მან მძინარე ედვარდს მთელი არსებით და ვნებით იამბორა და კოცნის დასრულების შემდეგ კვლავ მახინჯ ნორმას სხეულში გადავარდა. რამაც მახინჯ ჯადოქარს შეახსენა, რომ სიყვარული ყველა მაგიას ამსხვრევდა. სწორედ მაშინ მიხვდა ნორმა, რომ გლორიას სხეულს ვერასდროს შეისისხორცებდა და ედვარდის ცოლის როლს ვერასდროს შეითავსებდა, რადგან მას უფლისწულთან მხოლოდ პლატონური ურთიერთობის შენარჩუნების შემთხვევაში შეეძლო მისგან საკუთარი მახინჯის სახის დამალვა, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე სტანჯავდა. ნორმამ სამეფო სასახლე ანგარებასთან სიყვარულით დამარცხებულმა დატოვა, რადგან მან ედვარდის სიახლოვეს ყოფნის შამს უფლისწულის მიმართ იმდენად დიდი ვნება და სიყვარული იგრძნო, რომ ჯადოქარ ქალს არ სძალუცდა უფლისწულის მოკლა და სამეფო ტახტზე მისი სხეულით ასვლა, რომელიც პირველივე დანახვის შემდეგ შეუყვარდა. სახლში დედასთან დაბრუნებულმა ჯადოქარმა კლეოპატრას მოახსენა, რომ მან მომავალი მეფის მოკლა ვერ შეძლო. ეს კი კლეოპატრასთვის დამარცხების ტოლფასი იყო, რადგან დიდებით შეპყრობილი მკვდრეთით აღსდგარი ჯადოქარი ვერ შეეგუებოდა ქალიშვილის სიყვარულის გამო სასურველ ოცნებაზე უარის თქმას. ამიტომ შვილის გრძნობების შეტყობის შემდეგ კლეოპატრამ ნორმას უბრძანა, რომ უკუეგდო უფლისწულის მისამართით გაჩენილი გრძნობები და დაპატრონებოდა იმ სამეფო ტახტს, რომელიც მემკვიდრეობით ეკუთვნოდა, როგორც უფლისწული ჯეიკობის შვილს. კლეოპატრა ქალიშვილს დაჟინებით სთხოვდა, დიდებისთვის ბრძოლა სიყვარულის გამო არ შეეწყვიტა. უფლისწული ედვარდის სიყვარულით მონუსხულმა ნორმამ კი დედას საკუთარი წარსული შეახსენა და გაახსენა, რომ წარსულში თავადაც სიყვარულის გამო დათმო სამეფო ტახტი და დედოფლის გვირგვინი. მაშინ როცა მისმა სატრფო ჯეიკობმა გამეფების მოტივით კლეოპატრას მათი მახინჯი ქალიშვილის მოკლა უბრძანა. მან კი სამეფო გვირგვინ შორის არჩევანი სწორედ მახინჯი ქალიშვილის სიცოცხლეზე შეაჩერა. ნორმამ დედას უამბო, რომ მხოლოდ ერთადერთი მიზანი დაისახა ედვარდისათვის თავი შეეყვარებინა. ნორმა მზად იყო თუნდაც პლატონური სიყვარულით დამტკბარიყო თავის სატრფოს უფლისწულთან, რომელთანაც კოცნაც კი არ შეეძლო, რათა გარდასახვითი მაგია სასიყვარულოს არ დაემსხვრია. უფლისწულის სიყვარულით შეპყრობილი ნორმასთვის ერთადერთ სურვილად მხოლოდ ედვარდის გვერდით ყოფნა იქცა.
მახინჯი ჯადოქარი დაბანაკდა სამეფო სასახლის გალავანს მიღმა არსებულ მიდამოებში, სადაც დღითა თუ ღამით, სიცივესა თუ სიცხეში განუწყვეტლივ დაიწყო თვალთვალი უფლისწული ედვარდისა და მისი სატრფო გლორიას ნაბიჯების შესასწავლად. როდესაც ნორმა ხედავდა, რომ უფლისწულ საყვარელი ქალი მარტო დატოვებდა, გლორია სასახლის თვალს მიეფარებოდა თუ არა, ნორმა გადასახვის უნარის წყალობით ირგებდა გლორიას სახეს და თავისუფლებას აძლევდა ედვარდის სიახლოვეს ყოფილიყო. გლორიას სხეულსამოფარებული ნორმა ხედავდა თუ როგორი სიყვარულით ანთებული თვალებით უყურებდა ედვარდი იმ გლორიას სახესა და თვალებს, რომელშიც სინამდვილეში ნორმა იყო ჩასახული. ნორმა ხვდებოდა, რომ ედვარდი მასთან თვალებში ჩახედვით სხვა ქალს ხედავდა და სტანჯავდა ის, რომ საკუთარი მახინჯის სახით წარსდგენა არ შეეძლო მის წინაშე. მას ნება აღრჩობდა და ისე სურდა ედვარდის ტუჩებზე ამბორი, მისი ჩახუტება და უფლისწულის ძლიერ მკლავებში დაბინავება, თუმცა ნორმამ იცოდა, რომ კოცნა მის მაგიას გატეხდა და მის რეალურ სახეს გამოაჩენდა. შინ მარტო დარჩენილი ნორმა თვალებს ხუჭავდა და მხოლოდ საკუთარ ილუზიურ ოცნებებში წარმოიდგენდა ედვარდის ტუჩებთან მისი ტუჩების შეხებას, მის სხეულთან საკუთარი სხეულის კავშირს. რეალურ სამყაროში კი ნორმას სიყვარული ცალმხრივი იყო. ასე გრძელდებოდა ნორმას, ედვარდისა და გლორიას ეს უცნაური სასიყვარულო სამკუთხედი. დადგა უფლისწული ედვარდის გამეფების დღეც, დღე რომელიც მას უზარმაზარი სამეფოს მმართველად, გლორიას დედოფლად, ხოლო მათ შვილობილ მეთიუს პატარა უფლისწულად აქცევდა. ამ დღეს მთელი სამეფო ზარზე იმით ელოდა. უფლისწული ედვარდი ყველასთვის, დიდრისა თუ ღარიბისათვის, დიდგვაროვნისა თუ გლეხისთვის საყვარელ უფლისწულს წარმოადგენდა. შესაბამისად, სამეფოში ყველას ჰქონდა განცდა, რომ იგი ღირსეული მეფე გახდებოდა და მისი მმართველობა საზოგადოების თითეული წევრისთვის ბედნიერების მომტანი იქნებოდა. უფლისწულმა ედვარდმა მეფედ კურთხევის რიტუალის წინ სამეფო საბჭოსგან მოისმინა ის დარიგებები, რომელიც მას როგორც მეფეს უნდა შეესისხლხორცებინა, მას შემდეგ, რაც სამეფო ტახტზე ავიდოდა. სამეფომ უფლისწულს ჩამოართვა პირობა, რომ ედვარდი მეფედ გახდომის შემთხვევაში საკუთარ დაქვემდებარებაში არსებულ სამეფოს ყველა მისთვის საყვარელ ადამიანზე წინ დააყენებდა და საკუთარი სამეფოს ინტერესების სასარგებლოდ მუდმივად მზადყოფნაში იქნებოდა საკუთარი თავის გასაწირად და მისთვის საყვარელი ადამიანის გასაწირადაც, თუ კი ეს თავისი სამეფოს ინტერესებს სასიკეთოდ გამოადგებოდა. ედვარდმა საბჭოს პირობა აღუთქვა, რომ ნებისმიერ ომში, რომელშიც მისი სამეფო იქნებოდა ჩაბმული, იბრძოლებდა საკუთარი სიცოცხლისა და მისთვის საყვარელი ადამიანების სიცოცხლის გაწირვის ფასად და მისი სამეფოსთვის უკან არაფერზე დაიხევდა. სამეფო ფიცის დადების შემდეგ კი ედვარდმა საბჭოს წევრებს მეტად უცნაური და ცოტა დამაბნეველი განცხადებით მიმართა. სთხოვა, რომ მეფედ კურთხევის რიტუალის ჩატარებისას მის გვერდით კიდევ ერთი საპატიო სტუმრისთვის გამოეყოთ ადგილი. ედვარდმა საკუთარი მეფედ კურთხევის რიტუალის ჩატარებამდე მოითხოვა ღვიძლი მამის, სალარის გამოღვიძება, რადგან მას სურდა, რომ მისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო დღეს მამა გვერდით ყოლოდა და გამხდარიყო მომსწრე მისი ვაჟის გამეფებისა. ედვარდის ამ მოთხოვნის გაჟღერებამ სამეფო წევრებს შორის კვლავ აჟიოტაჟი გამოიწვია. მეფე ფედერიკის ანდერძის პირობის თანახმად უფლისწული სალარის გამოღვიძების უფლება მხოლოდ მეფე ფედერიკის მეოთხე შთამომავალს ჰქონდა. ამიტომ სამეფო საბჭო გაუგნებული იყო იმით, რომ უფლისწული ედვარდი მათ მეფის ანდერძის პირობის დარღვევას სთხოვდა. ედვარდს სურდა საკუთარი მამისთვის დაენახვებინა მაგალითი, თუ როგორ შეძლო უღირსი საქციელის შედეგად ჩასახულმა მისმა ვაჟმა გამხდარიყო ხალხისთვის ყველაზე სასურველი უფლისწული და მომავალი მეფე. ედვარდს სურდა მის მამას ეამაყა მისით, ვისაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ყველასგან მალავდა.
ამიტომ მომავალმა მეფემ სამეფოს წევრებს სთხოვა მეფე ფედერიკის ანდერძის პირობა სწორედ მისი მეფობის რიტუალის ჩატარების დღეს შეესრულებინათ და აკლდამაში საღათის ძილით ჩაძინებული მამა გამოეღვიძებინათ. საბჭოს წევრებმა უფლისწულ ედვარდთან წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედეს. მათ სასახლის ყველაზე გამოცდილ მხედრებს სასახლის ჯადოქართან ერთად იმ აკლდამის მდებარეობა გაანდეს, რომელშიც ყველასგან დამალულად უფლისწულ სალარს 3 წლეულის მანძილზე ეცინა. საბჭოს წევრებმა ბრძანება გასცეს სამეფო ჯადოქარი მიებრძანებინათ აკლდამაში, სადაც სალარის მძინარე სხეული ესვენა და მიეცათ ჯადოქრისთვის ნება სალარის სხეულისთვის გამოღვიძებითი მაგიის ჩატარების გზით იგი კვლავ აქაურ სამყოფელოში დაებრუნებინა, სადაც მას მისი სისხლი და ხორცი ედვარდი ელოდა. სამეფო გვარდიის წევრებმა ბევრი სიარულისა და არაერთი ტყეღრის გადავლის შემდეგ მართლაც იპოვნეს ყველასაგან გასაიდუმლოვებულ ადგილას ერთ-ერთი ძველებური აკლდამა, სადაც ფიქრობდნენ, რომ უფლისწული სალარის მძინარე სხეული იყო დასვენებული. მათ დიდი სიფრთხილით შეაღეს მოძველებული აკლდამის კარიბჭე და შევიდნენ. მართლაც იპოვნეს ადამიანის სამოსახლო, რომელშიც ფიქრობდნენ, რომ უფლისწულის მძინარე სხეულს აღმოაჩენდნენ. მათ სამოსახლოს ზედაპირი დიდი მონდომებით ახადეს, მაგრამ მხოლოდ სიცარიელე აღმოაჩინეს. გაუცებისგან დაბნეული მეფის გვარდია საგონებელში ჩავარდა. ამ კითხვაზე პასუხი კი მათთან ერთად მყოფმა ჯადოქარმა ამოხსნა, როდესაც აკლდამის კარიბჭის კარგად შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ აღნიშნულ აკლდამაში მათ მისვლამდე რამდენიმე ხნით ადრე სხვა იმყოფებოდა, ის ვინც აკლდამა მანამდე გახსნა და უფლისწული სალარი იქამდე გამოაღვიძა, სანამ მას ედვარდის ბრძანებით სამეფო გააღვიძებდა. საკრალური დავალების შესასრულებლად გაგზავნილი მეფის გვარდია სასახლეში სალარის გარეშე დაბრუნდა. მაგრამ ინფორმაცია, რომელიც მათ მომავალ მეფე ედვარდს აცნობეს, უფრო აღმაშფოთებელი იყო ვიდრე სალარის დაკარგვის ამბავი. რაწამსაც უფლისწულმა ედვარდმა შეიტყო, რომ მისი მამა ედვარდის გადაწყვეტილებამდე სხვამ დააბრუნა გამოღვიძებულთა სამყაროში, ყისვე განიზრახა მამის მოძებნა. ახალგაზრდა უფლისწულს ჰქონდა შიში, რომ შესაძლოა მამამისის საფრთხეში იყო და ის სწორედ მისმა მტრებმა მოძებნეს, რომლებიც წარსულში უფლისწულის მამას საკმაოდ ბევრი ჰყავდა. ამიტომ უფლისწულმა ედვარდმა გადაწყვიტა ყველა ღონე ეხმარა იმისთვის, რომ მამის ადგილსამყოფელი დაედგინა და აგრეთვე გაეგო იმ ადამიანის ვინაობა, ვინც სალარის გამოღვიძების რიტუალი აღასრულა. სასოწარკვეთილმა მეფემ საკუთარი ღვიძლი მამის მოძებნა კვლავ დროში მოგზაურ ჰეილის დაავალა. ჰეილიმ ჩაატარა დროში მოგზაურობის რიტუალი, რადგან უფლისწულის მსგავსად დროში მოგზაური ქალიც თვლიდა, რომ თუ სალარის საკუთარი მტრების მიერ ნაპოვნი მათგან გატაცებული იქნებოდა, ეს მათ სამეფოს საფრთხეში ჩააგდებდა. ამიტომ დროში მოგზაურმა ქალმა ძალები მოიკრიფა და წარსულში გამგზავრების რიტუალის ჟამს საკუთარი მარშრუტი იმ აკლდამისკენ მიმართა, რომელიც 10 წლეულების მანძილზე ყველასგან შორს უღრან ტყეში იყო ჩამალული. ჰეილიმ წარსულის კადრებს შორის მართლაც დაინახა ერთ-ერთი საეჭვო სცენა და აღმოაჩინა სტუმარი, რომელმაც 10 წლეულების შემდგომ პირველად შეაღო აკლდამის კარი, საღათის ძილით ჩაძინებული უფლისწული სალარის გამოსაღვიძებლად. ჰეილიმ დაინახა სალარის გამომღვიძლების სახე და იცნო მისი ვინაობაც. ეს სალარის უმცროსი ძმა ჯეიკობი იყო. ჰეილიმ ამოხსნა სალარის გამოღვიძების საიდუმლო და იცნო ადამიანი, ვინც ის გამოაღვიძა და შემდგომ აკლდამიდან გატაცებული უფლისწული სალარი თავისთან ყველასგან მიტოვებულ თავშესაფარში გადამალა. ჰეილის უნდა ამოეხსნა საიდუმლო იმის შესახებ, თუ რა განზრახვა ჰქონდა ჯეიკობს და რამდენად საზიანო იყო მისი გეგმები სამეფო სასახლისთვის. ჰეილი აწყმო დროს დაუბრუნდა და სამეფო საბჭოს და უფლისწულს ზედმიწევნით უამბო ყველაფერი, რაც სალარის აკლდამიდან გაუჩინარების შემდგომ დაინახა. სამეფო საბჭო დროში მოგზაური ქალის მონაყოლის შემდეგ მიხვდა, რომ ახლა მათი მთავარი სამიზნე
მკვდრეთით აღსდგარი უფლისწული ჯეიკობი იყო, რომელიც სამეფოს უნდა ეპოვნა და გამოეკვლია ყველაფერი. სამეფო საბჭოს აინტერესებდა ჯეიკობის პასუხი კაცობრიობის უმთავრეს შეკითხვაზე, იმის შესახებ თუ რა ნახა გარდაცვალების შემდეგ ჯეიკობის უკვდავმა სულმა. ეს იყო შეკითხვა, რომელიც სამყაროში აინტერესებდა თითოეულ ადამიანს. ამაზე პასუხის გაცემა კი მხოლოდ კლეოპატრასა და ჯეიკობს შეეძლოთ, რადგან მათი წყვილი იყო ერთადერთი, რომელმაც სხვა არაბიოლოგიური გზით გარდაცვლილი ზებუნებრივი არსებებისგან განსხვავებით სიკვდილის შემდეგ სხვა განზომილებაში გადაბარგება შეძლეს. ჰეილიმ დროში მოგზაურობის რიტუალის დროს ნანახი თითოეული ადგილი ზედმიწევნით და სრული სიზუსტით აღუწერა სამეფო საბჭოს წევრებს და უთხრა ის შესაძლო ადგილმდებარეობა, სადაც უფლისწულმა ჯეიკობმა თავისი უფროსი ძმა გამოღვიძების შემდგომ ყველასგან უჩუმრად გადამალა. სამეფო გვარდია ჰეილის აღწერილი რუკის მეშვეობით გაუდგა გზას ჯეიკობისა და სალარის მოსაძებნად. ამ გზაზე კი სასახლის მაძებრებს თავად უფლისწული ედვარდი მიუძღოდა წინ, რადგან ახალგაზრდა უფლისწულს სურდა მისი გამოღვიძებული მამა პირველს სწორედ მას ენახა.